ვიდრე საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დაიწყებდა მსჯელობას დეპუტატმა მამული ჟღენტმა ყურადღება ქალაქში გარე ვაჭრობაზე გაამახვილა და მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური გარიგებაში დაადანაშაულა. მამული ჟღენტმა ფარულის შეთანხმების ერთ-ერთ მონაწილედ ტიტე აროშიძეც დაასახელა, რასაც მხარეებს შორის ცხარე კამათი მოყვა. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე დეპუტატს ცილის წამებისა და ფაქტების გარეშე წარმოთქმული ბრალდების გამო პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა. გამოიკვეთა რომ ბატონ მამულის ვიწრო ბიზნეს ინტერესები აქვს თავის ბაზრობასთან დაკავშირებით, ამიტომ ეკონომიურ სამსახურს ბრალი დადო გარიგებაში და ესე ვთქვათ ფულის აღებაში. შესაბამისად, როდესაც ესეთი ბრალდება, ან უნდა დაადასტუროს, ან კიდევ დამამტკიცებელი საბუთები უნდა გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, იურისტებთან კონსულტაციის შემდგომ და პირადად ჩემზეც იყო საუბარი, იურისტებთან კონსულტაციის შემდგომ ვაპირებ შევიტანოს არჩელი და გაარკვიოს უკვე შესაბამის ორგანოებმა თუ ვინ არის ბრალეული და ხდება თუ არა რეალურად ეკონომიურ სამსახურში და პირადად ჩემგან ფულის აღება. ფუჭის ვაჭრობაზე ჩვენ მიღებული გვაქვს დადგენილი კანონი ადგილობრივი და განსაზღვრულია წესი თუ რა შემთხვევაში როდესაც თქვენ ფიქრობთ რომ გარე ვაჭრობაზე ნებართვას ტიტე პირად გარიგების შემდეგ ხდება? ტიტე მე არ მითქვია. ვიღაც აბა წერა კითხვა, ახლა თქვენ იცით რომ ყველა მისის, ყველამ წაიკითხა რა წერია, რატო ვერ გაიგო? თუ არ არის დაინტერესება რა არის გაუგებარი იქ რომ წერია რომ სავალი ნაწილი უნდა იყოს მეტრო და 70 დარჩენილი.